არის 2019-ში გარემო მაშინიაო დღეში. და ანუ მე მარტო. ჯანდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა ძალადობის მცხოვრებთა დაცვა და მხარდაჭერა. თავშესაფარი არის დაწესებულება, რომელიც თავაზობს ტრეფიკინგის და ძალადობის მსხვერპლს 24 საათიან მომსახურებას. ამაში იგულისხმება საცხოვრებელი, ფსიქოლოგიური დახმარება, საჭიროების შემთხვევაში იურიდიული დახმარება, სამედიცინო დახმარებაში ხელშეწყობა და ასევე ზრუნვა ადამიანის პირადი უნარების განვითარებასა და მის შემდგომ დასაქმებაზე. უნდა აღინიშნოს, რომ 2022 წლის საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების შემდეგ იმისთვის, რომ მსხვერპლმა ისარგებლოს ჩვენი მხარდამჭერი მომსახურებებით, აღარ არის აუცილებელი მსხვერპლის სტატუსის არსებობა. ანუ მსხვერპლის ოფიციალური სტატუსი როგორც ბარიერი გაუქმებულია. სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას წარმოადგენს ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერა, მათ შორის 24 საათიანი თავშესაფრების მომსახურება, რომელიც საქართველოს მასშტაბით 6 რეგიონში და თბილისში ფუნქციონირებს. დღეს ვიმყოფებით გორში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარში, სადაც განახლდა ინფრასტრუქტურა, გარემონტა, საცხოვრებელი გარემო პოლონეთის მთავრობის მხარდაჭერით. ეს განახლებული ინფრასტრუქტურა კიდევ უფრო კომფორტულ გარემოს შეუქმნის ძალადობა გამოვლილ ადამიანებს, რათა მათ სახლთან მაქსიმალურად მიახლოებულ გარემოში მიიღონ ყველა შესაბამისი მხარდაჭერა სახელმწიფოსგან. გარდა ამისა, ზრუნვის სააგენტოს ფარგლებში ფუნქციონირებს დღის მომსახურება, ეგრეთ წოდებული კრიზისული ცენტრები საქართველოს 7 სხვადასხვა ტერიტორიულ ერთეულში.